სტრასბურგში გასამართ დებატებთან დაკავშირებით მოლოდინები განსხვავებულია თბილისში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. მმართველი გუნდი ასევე აღნიშნავს, რომ ზამთრის სესიაზე, სადაც ქართული დელეგაცია დაამტკიცეს, საქართველოში ჩატარებული არჩევნებიც აღიარეს. მათივე თქმით, ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიაზე ქართული დელეგაცია არ იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ევროსაბჭო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა და ამ ყველაფრის დაკარგვა, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. პანცე საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნილი იქნა მართლაც ელემენტარული, რომ ნუსემ ახალგაზრდა ბავშვებს და ის რაღაც სადამსჯელო კანონები რაც გაქვთ, გააუქმეთო და დანიშნეთ ამ კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნებიოთ, ამათ დაიწყეს ფეხების ბაკუნი და ფაქტობრივად დაანგრიეს და მოსპეს ის ურთიერთობა, რომელიც პრინციპში ევროპის საბჭო არის პირველი საერთაშორისო ესეთი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც გახდა საქართველოს. ელემენტარული მოთხოვნების შესრულება არ უნდათ, ხო? მოთხოვნებიც რა ეს რეკომენდაცია იყო პაცეს მხრიდან. ზოგადად ამ სესიებზე და არ მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, არამედ ყველა ევროკავშირის ინსტიტუციის ფარგლებში მთავარ საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს ეგრეთ წოდებული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა თუ არ ცნობა. იმიტომ რომ აღარც აპირებენ და ვიღარც დააპირებენ ივანიშვილის მანდის წევრების ხავსი ვიზიტების განხორციელებას. თავარი არის ის, რომ ქვეყანაში ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც საგრიგლოთ ევროპასთან ურთიერთობის შედეგად, რომელიც არის არა რაღაც კონკრეტული პარტიების, მხოლოდ არამედ პირველ რიგში ქართული ხალხის მრავალწლიანი შრომის და ბრძოლის დამსახურება, იქ ყველა ამ სიკეთეზე უარის თქმის სამწუხარო რეალური საფრთხეები არსებობს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ქვეყანაში ამ სისტემის დემონტაჟი. თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართული ხალხის წინაშე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ამ ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ის გადაწყვეტს, რომ დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა და დატოვოს ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის მოქმედებს ქართული ოცნება არა ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ტყუილი სულ 1000-მა უცხოელმა თქვას, ის ვერ გახდება ჭეშმარიტება, ის მაინც იქნება ტყუილი და манипуляცია. ამიტომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა პატივისცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს გამოყენება როგორც რაღაც სათამაშოდ. ეს ვერ მოხდება და ყველა საუკეთესო გამოსავალი ამ ყველაფრიდან იქნება ის, რომ ყველამ თვალი გაუსწოროს სიმართლეს და აღიაროს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომელიც გამოხატული იყო ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ უკვე დაახლოებით 3 თვეა ჩვენი დელეგაცია აღარ არის დაკომპლექტებული და აღარ ვიღებთ მონაწილეობას პასეში იმ უსამართლო პირობების გათვალისწინებით, რაც მათ წარმოადგენეს 3 თვის წინ. იქ სადაც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, თან უსამართლოდ ყოველგვარი უფლებების დარღვევით, ხო, იქ ბუნებრივია ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ რჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გაუტარებთ. დღეს ეს ქვეყანა, სულ სხვა ქვეყანა ეს არ არის. მონების ქვეყანა, რომელიც მართავდნენ აგენტურა რომ მართავდა სააკაშვილის რეჟიმის სახით. არა, დღეს როგორც არაზოს ისეა დამოუკიდებელი, თავისუფალი ამ ქვეყანას მართავს პატრიოტი ხალხი და შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ გაუტარებთ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას.